ქართული ოცნების რუსული გზა საქართველოს ადგილის შუა დერეფნის კონცეფციაში და ამერიკის შეერთებული შტატების როლი ქვეყნის დემოკრატიული უკუსლის შეჩერებაში. ეს იმ საკითხთა ნაწილი იყო, რომელიც ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ განიხილეს. ექსპერტთა ბრიფინგი ჰელსინკის კომისიაში 11 თებერვალს გაიმართა და ის პრეს-რელიზის მიხედვით ქართული ოცნების მიერ საქართველოში განსხვავებული აზრის მზარ ჩახშობას მიეძღვნა. მოხსენებლები მაკ-კეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამის უფროსი დირექტორი, წარსულში თბილისში NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი და ვაჭრობის საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის McClarty Associates უფროსი მმართველი დირექტორი კლერ კეისარი იყვნენ. ლორა თორნტონმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესება მიმოიხილა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე მოსკოვთან იყო დაკავშირებული. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ კი საქართველოს დასავლეთთან კავშირის საბოლოოდ გაწყვიტა და ავტორიტარიზმში სრულად ჩაიშვა. ბევრს გონია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსლა ძალიან ახალი და სწრაფი პროცესია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ნიშნები დიდი ხნის წინ გამოჩნდა. პირველ რიგში ქართული ოცნების მმართველობას თავიდანვე ჰქონდა საბედისწერო ნაკლი და ეს ნაკლი რუსეთში აღზევებული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. ის არის ადამიანი და საფულე ქართული ოცნების შექმნის უკან, რომელიც ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრიც იყო. ივანიშვილი არასოდეს ყოფილა დემოკრატიული პრინციპების ან პროცესების ერთგული და რაც თავარია, ყოველთვის იყო დაკავშირებული რუსეთთან, ქვეყანასთან, რომელმაც ის გაამდიდრა. საქართველოს რუსეთის იმ ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანია დემოკრატიის განადგურება და ფრონტისპირა ქვეყნების თავის გავლენის სფეროში მოქცევა. საქართველოს აქვს დომინოს ეფექტი. საქართველოს გავლენას მოახდენს შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა სომხეთი, რომელიც ახლა ებრძვის რუსეთის გავლენისაგან თავის დასაღწევად. ეს გზავნილია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ სხვა ავტოკრატებისთვისაც, რომ დასავლეთი არ იცავს დემოკრატიას, რასაც ნამდვილად არ ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ USAID-ის გაუქმება და ბოლოს ქართულმა ოცნებამ გააკეთა გათვლა უკრაინის სრულმასშტაბიან ომზე და მათი გათვლა სამწუხაროდ შესაძლოა სწორი აღმოჩნდეს, რომ დასავლეთი არ მოვიდოდა დასაცავად და რუსეთი გაიმარჯვებდა. ის, რასაც ჩვენ უკრაინაში ვაკეთებთ, გავლენას ახდენდა და მოახდენს ისეთ პოლიტიკურ რეჟიმებზე, როგორიცაა ქართული ოცნება. სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილური განვითარებისთვის საქართველოს მნიშვნელობაზე კლერ კეისარმა ისაუბრა. მისი თქმით, დასუსტებული საქართველოს შემთხვევაში ტრამპის მარშრუტის კონცეფცია უბრალოდ არ იმუშავებს. დღეს ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტებს ასრულებს ერევანსა და ბაქოში. ეს ვიზიტები აჩვენებს თუ რა პრიორიტეტს ანიჭებს ადმინისტრაცია ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ორივე ქვეყანასთან ურთიერთობების დონის ამაღლებასთან ერთად რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ამ განახლებულ პოლიტიკურ ენერგიულობას აშკარად აკლია საქართველო, ოდესღაც ამერიკის ურყევი პარტნიორი კავკასიაში. საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად თავი აარიდა რეგიონში მიმდინარე ღრმა და პოზიტიურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციას. შუადერეფანი ტრანსკასპიური კონცეფცია. ის მრავალი თვალსაზრისით აერთიანებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიას, მაგრამ იგი ყველაზე ეფექტური მხოლოდ მაშინ იქნება, თუ მასში ყველა მხარე ჩაერთვება. ამგვარად სუსტი საქართველო ნიშნავს, რომ ტრამპის მარშრუტის კონცეფცია, შუადერეფნის კონცეფცია უბრალოდ არ იმუშავებს. ის თავის მაქსიმალურ პოტენციალს ვერ იყენებს. თუ ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებით ამ ტიპის საწყისი ეტაპის ინიციატივაში ჩართვას, მას მაქსიმალური ეფექტის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ გაითვალისწინებს ძლიერი საქართველოს პარტნიორობას უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ეკოსისტემაში. მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობისას ოლესია ვართანიანმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შტატების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მისი განმარტებით, ქართული ოცნება პოლიტიკურ პროცესში დათმობებზე უნდა წავიდეს და ამ პროცესში შტატებმა ძლიერი გარანტორის როლი უნდა ითამაშოს. შეერთებული შტატები კარგად არის პოზიციონირებული იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სანქციები ერთ-ერთი პოტენციური ბერკეტია პროცესის წინ წასაწევად. ეს სანქციები უკვე მოქმედებს და ისინი აშკარად აისახება ქართული ოცნების დამფუძნებელზე. ისინი სტრატეგიულად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესის სტიმულირებისთვის. სანქციების შესახებ ნებისმიერი საბაზისო სახელმძღვანელო გეტყვით, რომ ისინი ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც მათ დიპლომატია ავსებს. დიპლომატიური გაგრძელების გარეშე სანქციებმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს, სამიზნეები კუთხეში მოაქციოს, რაც მათ აიძულებს დარტყმა მიაყენონ ყველაზე დაუცველებს, ოპოზიციონერ აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და სხვებს. მე ვიტყოდი, რომ ამჟამინდელ ადმინისტრაციას მცირე არჩევანი აქვს. დიახ, მას ბევრი საქმე აქვს: ომი უკრაინაში, კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, მოახლოებული შუალედური არჩევნები. ჩვენ ეს გვესმის, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წვლილის გარეშე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობების არანაირი გადატვირთვა მდგრადი არ იქნება, თუ კრიზისის საფუძვლებს არ მივხედავთ. საქართველო გააგრძელებს ერთი პოლიტიკური კრიზისიდან მეორეში გადასვლას, გახდება უფრო სუსტი და უფრო მოწყვლადი გარეზეწოლისა და დამოკიდებულებების მიმართ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი საქართველო ვინმეს ინტერესებში შედის, იქნება ეს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში თუ აქ, ვაშინგტონში.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა. ქარტიის ფარგლებში 4 საკვანძო მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის, ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. 2024 წლის 30 ნოემბერს ამერიკულმა მხარემ საქართველოში დემოკრატიული უკუსლის გამო ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.